მოგესალმებით, მე მარიამ ჭყიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო, მისი ხმა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მოხალისეობის შესახებ და ჩვენი სტუმარი იქნება ანასტასია გაბრიჭიძე, წითელი ჯვრის მოხალისე. ანასტასია, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ სტუდიაში და დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენ. ანასტასია, მოდით პირველ რიგში მოგვიყევით, რამდენი ხანია, რაც წითელი ჯვრის მოხალისე ხართ და რატომ გადაწყვეტეთ, რომ გავთარიყავით მოხალისე? მოკლედ, ჩემი და წითელი ჯვრის ურთიერთობა თითქმის 4 წელია უკვე ესე კავშირშია ერთმანეთთან და თავიდან საერთოდ არ ვიცოდი ამ ორგანიზაციის შესახებ, სანამ მე დღეს მათ ოფისთან არ ჩავიარე და ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ კარებზე იყო ლოგო და ამის შემდეგ ყოველ დღე ვიძიებდი ამაზე ინფორმაციას, რაღაც მშობლებს ვეკითხებოდი, მასწავლებლებს და საბოლოოდ გავიგე, რომ არსებობს ჩოხატაურში ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მოხუცებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, ცხოველებს და მოკლედ ასე შემდეგ. და დავუკავშირდი ამ პროექტის ერთ-ერთ წარმომადგენელს და მანაც რა თქმა უნდა სიხარულის მიგვიღო და ჩვენი პირველი დღე ძალიან პროდუქტიული იყო იქ და ამის შემდეგ არ გავჩერებულოთ ესე თქვა და ყოველ დღე თითქმის იქ ვართ მე და ჩემი მეგობარი. დიახ, და ის საინტერესოა, პროდუქტიული არისო ჩვენი მუშაობა თქვით და რა არის თქვენი როგორც მოხალისის მოვალეობები და რა აქტივობებს ახორციელებთ, ან თქვენ თვითონ რა აქტივობებში ხართ ხოლმე ჩართული, რასაც ორგანიზაცია ახორციელებს? ზოგადად წითელი ჯვარი როგორც ორგანიზაცია ძალიან მრავალფეროვანია, ყველანაირად, იმიტომ რომ აი ჩამოვთვლი მაგალითად რაებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორიცაა წეღანს ვახსენე, ხმარობთ აქტიურად მოხუცებს, ბავშვებს, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ 15 სექტემბერს მოემზადონ აი ესე ჩანთები და რაღაცა. ასევე ცხოველებსაც ვეხმარებით, ვაკეთებ საქველმოქმედო აქციებს. ასევე როცა წითელი ჯვრის დაბადების დღე 8 მაისს, ვცდილობ ჩვენივე გაკეთებული სამაჯურებით, ყელსაბამებით, თუნდაც ჭიქებით შევძინო და ამის შემდეგ ეს გადაეცემა ფონდს, რომელიც დაეხმარება ასევე სხვებს. ასევე როგორც აი შოვის ტრაგედია, აი გურიაში მოხდა ზაფხულში, მაგაც აქტიურად ეხმარებოდა წითელი ჯვრის წარმომადგენლები და ხელს უწყობდა ყველაფერში, რაც ამ ფარგლებში შეიძლება გაკეთებული იყო. ასევე როცა პირველად მივედი წითელ ჯვარში, ჩვენი პირველი პროექტი იყო, რომელსაც ყველაზე მეტად დამაინტერესა, ეს იყო ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ან 46 ქრომოსომა, უნდა 47 ქრომოსომას, რომელიც ყოველწლიურად ესე აღნიშნავდა რაღაცა სახეს ვაძებთ, რომ ყველა ადამიანი მიუხედავად ქრომოსომებისა არიან ერთნაირები და ყველანი ვართ მოკლედ კარგები და წითელი ჯვარი ყოველთვის უწევს ასეთ თემებზე რაღაც ზეგავლენას ახდენს, რომ ადამიანებმა არ იგზნოთ თავი დაჩაგრულად და ასე შემდეგ. და თქვენ თვითონ თუ გაგეხორციელებიათ თქვენი საავტორო აქტივობა, ასე ვთქვათ. კი, როგორ არა, აი როგორც თქვი, დაახლოებით 2022-ში იყო, რომ აი დამეთანხმებით, აი ბისერები რაღაცებს ვაწყობდით და ერთ-ერთი აქტივობა იყო, რომ დავამზადეთ ძალიან ბევრი ყელსაბამი და სამაჯურები და გავყიდეთ და აქედან შეგროვებული ფული გადავეთით შემდეგ ბავშვებს და მოხუცებს და დავეხმარეთ მათ. კაჩახ თქვენ. მე მაინტერესებს რას ნიშნავს თქვენთვის, რომ იყოთ წითელი ჯვრის მოხალისე. ზოგადად, აი ესე ვამბობ ყოველთვის, რაც არ უნდა ვკითხო, რომ წითელი ჯვრის მოხალისე რადგანაც ვარ ამით ამაყი, რომ შემიძლია რაღაცა წვლილი შევიტანო ზოგი ადამიანის განვითარებაში ან რაღაცა, იმიტომ რომ მოხალისეობა იმდენად მნიშვნელოვანი რამეა დღესდღეობით, ეს გამოცდილება ყველა ჩვენგანს უნდა გქონდეს ყველაფერში და ამიტომ ამაყი ვარ, რადგანაც მოხალისე მქვია განსაკუთრებით წითელი ჯვრის. და თქვენ რა შესაძლებლობები მოგცეთ განვითარების კუთხით, როგორც პიროვნული უნარების განვითარების, ისე სხვა თუნდაც გამჭოლი უნარების განვითარების კუთხით, რა შესაძლებლობები მოგცეთ წითელ ჯვარში? კი, წითელ ჯვარში ტარდება პირველადი დახმარების კურსები, ტარდებოდა და როგორც მე ჩემი სამომავლო პროფესია არჩეული მაქვს, ანუ სამედიცინო მხრივ და დამეხმარა იმისთვის, რომ აი რაღაცები ადამიანისთვის დამეხმარა, ანუ ხელოვნური სუნთქვა, გულის მასაჟები და ასეთი რაღაცები მოკლედ, მაგრამ რომცა გინდოდეს ესეთი რაღაცები შესწავლა, მაინც საჭიროა, იმიტომ რომ არავინ არ იცის რა მოხდება, როდის და აი იმ დაახლოებით 20 ბავშვმა გავიარეთ ეს მე რაღაცები წავინა უფრო მასშტაბურ ზონეებზე და აი გამარჯვებულები წავდა და მოკლედ ამ მხრივად ძალიან წარმატებული ვარ და ზოგადად როგორც ამ სფეროში ასევე ადამიანობის მხრივად რაღაცა ჩემში რაღაც წვლილი შეიტანა წითელმა ჯვარმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის და ყველას უნდა ქონდეს იმის შანსი, რომ იყოს წითელი ჯვრის მოხალისე და ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ წითელი ჯვრის მოხალისეების მიღებას და რაც უფრო მეტი მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. დიახ, ნამდვილად. თქვენი აზრით, რამდენად დაფასებულია დღეს და რამდენად პოპულარულია მოხალისეობა საქართველოში? მოხალისეობა ზოგადად ძალიან პოპულარულია, ერთ დასაწყისში ვახსენე კიდევაც აქტუალურია, იმიტომ რომ ბევრი არ ეუბნება, იმიტომ რომ ცნობიერება არ აქვს ამის შესახებ, აი როგორც მე დაახლოებით 4 თუ 3 წელი არ მქონდა ამის შესახებ, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით ჩვენი თაობა ვცდილობ და ვიც არის ჩოხატაურში წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რომ გაავრცელოთ მე შესახებ ინფორმაცია, ხან პლაკატებს, ხან ბავშვებს ეუბნებით ჩვენ გარემოცვაში ვინ და ყოველთვის ვიწევთ, რომ იცი რა ხდება აქ და ესე ანუ გვინდა რომ მოვიწვიოთ და ცნობიერება ამოღოთ ამის შესახებ. დიახ.
ანასტასია, თქვენ არ მარტო წითელი ჯვრის მოხალისე ხართ, არამედ მე პირადად სხვა პროექტებიდან გიცნობ და ვიცი, რომ ძალიან ბევრ პროექტში ხართ აქტიურად ჩართული. მოგიყვებით ამ პროექტების შესახებაც და ასევე თქვენი აზრით აი არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართვამ რა შეგძინათ კიდევ მოხალისეობას ერთად წითელი ჯვრის მოხალისეობას ერთად თავისთავად. მოკლედ, ჩემი ესე ვთქვათ, ჩართულობა სათემო საქმიანობებში იქნება ეს თუ მთელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საქმიანობებში. მე 6 კლასში ვიყავ, როცა ჩვენ სკოლაში შემოვიდა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, იგივე ლიდერთა სკოლა, რომელმაც აქვე გახსნა ოფისი და ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ არ გავჩერებულ ვარ. ამისთვის პირველ რიგში მადლობას გადავხდით ჩემ სკოლითურ მასწავლებლებს, იმიტომ რომ დღემდე ისინი მაძლევენ ამ ყველაფრის мотиваციას, რომ რაღაცა უფრო მეტად ვიყო ჩართული და ასე იქნება, ზუსტად ვიცი. უკვე შემდეგ იყო მრჩეველთა საბჭო, ეხა ახალგაზრდობაში ვარ აქტიურად ჩართული და ძალიან ბევრი ორგანიზაციები, აი ჩაერთე მართვაში, სადაც თქვენ გაგიცანით და მოკლედ ყოველ დღე არის ახალ-ახალი პროექტები, რამაც არ უნდა გამოტოვოს არც ერთ ახალგაზრდა, იმიტომ რომ კი სკოლის საგნები ძალიან მნიშვნელოვანია, კი პირველ პლანზეა, მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ეხა გავდივართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი განვითარებისთვის და ზოგადად უნდა ვიყოთ რაღაცეებში ჩართული, რომ მეტად ჩვენი ინტერესის სფერო უნდა ვნახოთ. აი ძალიან როგორც ახსენეთ, ძალიან ბევრ რაღაცაში ვარ ჩართული და შეიძლება იმიტომ რომ ჩემი ინტერესის სფერო ვერ მოწევი კონკრეტულად, ეხლა მაგის პოვნაში ვარ, ესე ვთქვათ და ხანს დასშიც ვარ თეატრალურ დასში და მოკლედ ასე შემდეგ. ძალიან ბევრ რაღაცაში ვარ და ხო დროის მენეჯმენტი არის ამ დროს ხშირად ვფიქრობ, რომ აი ვერ ვასწრებ რაღაცა, მაგრამ ყოველთვის გამოინახება თუ რაღაცა გაინტერესებს, დრო ყოველთვის არის და შენი თვე უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. კი, აი მაგალითად თქვენ რომ დასში ხარ თეატრალურ დასში, მეც რამდენიმე დღის წინ გავიგე და აღთხოვანებული ვიყავი, რომ რამდენს ასწრებს ანასტასია ნამდვილად. მაგრამ მართალი ხართ, როდესაც რაღაც საქმე გაინტერესებთ და გიყვართ, დროს ნამდვილად გამონახავთ. და ნამდვილად არაფორმალური განათლების პროექტები მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და საკუთარი მიზნის პოვნისთვისაც. კი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ანასტასია, კიდევ ერთხელ. მიხარია რომ გიცნობ და გისურვებ წარმატებებს დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევთ მომავალში. დიდი მადლობა. მადლობას ვუხდით ჩვენს მსმენელსაც და გადაცემის ბოლოს გიტოვებთ ჩვენი რადიო პიესების შემდეგ ეპიზოდს. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრითა და ახალი თემებით. დროებით. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. ერთი კვირა გავიდა, მე ვარ ბატონი დიმიტრი და ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა მინდა მოგასმენინოთ შეპირებული საუკეთესო ლობიანის რეცეპტი. მოგესალმებით. დღეს მოვამზადოთ კლასიკური ტრადიციული ლობიანები. ამისათვის დაგვრჩება პირველ რიგში ცომი. გამოვიყენოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი. 800 გრამი ფქვილი დაგვრჩება, 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და მარილი კოვზნახევარი. ასევე 9 ლიტრი თბილი წყალი. ეს ყველაფერი გადაურიოთ ერთმანეთში კარგად, რომ გავაერთიანოთ მასა. ფქვილი ბოლომდე გამოიყენეთ, 800 გრამზე მეტი ფქვილი არ დაგჭირდებათ. ბოლოს უნდა ჩაზილოთ ზეთით, თვალის ზომით უნდა აკონტროლოთ ზეთის ნორმა. და საშუალოდ 10 წუთი უნდა მოძველოთ, რათა გამოვიდეს ელასტიური ცომი. კარგად მოზელილი, რასაც გვია, რომ ლობიანების წყობისას გემრიელი გამოვიდეს ლობიანი. ჩვენი მოზელილი ცომი დაასვენეთ, გადააკარით პარკი და გააჩერეთ თბილად, რათა აფხუდეს. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი, მე მოვხარ მინდვრის ლობიო, ძალიან გემრიელი იყო და მე მიყვარს ლობიანში ხახვი, ამიტომაც ერთი თავი ხახვი დავჭერით წვრილად ძალიან და მოვთუშე ზეთში. თუ თქვენ არ გიყვართ ლობიანში ხახვი, ამ შემთხვევაში ხახვს რომ მოვთუშავთ, გადაწურეთ ზეთი და მხოლოდ გამოიყენეთ ეს არომატული ზეთი, რომელსაც ხახვი მისცემს თავის არომატს და ძალიან უხდება. ასევე უნდა დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მე ამ შემთხვევაში სხვა დამატებითი არანაირი სუნელი არ გამომიყენებია. და მოუზილე ესეც კარგად უნდა გადაურიოთ ერთმანეთში, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. და გეტყვით ერთ საიდუმლოს, გული არ დაგეშლებათ, ცალ-ცალკე არ წავა, თუ ლობიოსთან ერთად მოხარშავთ ერთ კარტოფილს და გაატარებთ ამ კარტოფილს საერთო მასაში გადაურეთ. იქნება ერთგვაროვანი მასა. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. შენაგაშენა ღმერთმა. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, მე ირმა ვარ 42 წლის.
ბავშვობიდან წერ ლექსებს, მაგრამ არ მიბეჭდავენ. სადაც არ გავაგზავნე, ყველგან უარით გამომისტუმრეს. თან მეუბნებიან ძალიან კარგი ლექსებიაო, მაგრამ აი თქვენთანაც ვაგზავნი. ეს ლექსი გუშინ დავწერე. დიახ, გისმენთ, ვეცდებით დაგეხმაროთ, გისმენთ. სახლი ქუჩის ბოლოს. მე მარტოობის სევდამ დამრია ხელი, ამ ქუჩის ბოლოს ის სახლი დგას შენ რომ გელოდა. და ახლაც გელის და დარდობს, იქნებ ვეღარ ცნობ ნაცნობ ადგილებს, იქნებ შენც მეძებ, მაგრამ არ გახსოვს სად დგას ის სახლი. ამ სახლს კი ახსოვს ყველაფერი, შენი თვალები, შენი ხელები, მას შემდეგ ბევრი გავიდა წელი, გელი იქ სადაც ბევრი წელი გელოდი. კიდევ ერთი ლექსი მინდა წაგიკითხოთ. კი გენაცვალე, დიდი სიამოვნებით. უსათაურო. ორი პატარა გოგო ეზოში დახტის ახლა. მახსოვს მეც მქონდა ერთ დროს სწორედ ასეთი კაბა, მთელი ქვეყანა ჩემი მეცხომ მეგონა ალბათ. მერე თანდათან თითქოს სულ ყველაფერი გაქრა, ორი პატარა გოგო ეზოში დახტის ახლა. მახსოვს მეც მქონდა ერთ დროს სწორედ ასეთი კაბა. დიდი მადლობა რომ ჩემი ლექსი ეთერში გაუშვით. შეგახსენებთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ როგორც ხმოვანი, ისე ჩვეულებრივი წერილები და ასევე დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი დრო ამოიწურა, ძვირფასო მსმენელებო. შევხვდებით ერთ კვირაში. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი ამბებიც გვექნება. აბა დროებით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.